ალექსანდრე ყაზბეგი, განკიცხული. 18. წელს აღარ მახსოვს რა თვე იყო. გავიგე რომ ერთი ჩემი ბებერი ბიძათაგანი ცოლს ირთავს და იმისმა ორმა კარგად ხანში შესულმა დებმა მოიგლიჯეს თავები და მოთქმით დაიწყეს ტირილი ამ შემთხვევაზედ, რადგან ცოლის შერთვამდის ძმა ხელში ეჭირათ და იმის კარგ შეძლებას სურვილისამებრ ფლანგავდნენ. მაშინ, როდესაც ცოლის შერთვის შემდეგ ნება-უნებლივ უნდა მოესპოთ თავიანთი თავისუფალი და უპატიოსნო ძარცვა და ყულეფა. მაგრამ ვიდრე ჩვენს მოთხრობას გავაგრძელებდეთ, მე მსურს გაგაცნოთ ის პირები, რომლებზედაც დავიწყე ლაპარაკი. ბატონი პორფირუშკა გელასიანი, მდიდარი მებატონე, გასუქებული, ლაზათიანის ღიპით, 50 წლის კაცი, სწორედ ის გახლდათ, რომელიც ცოლს ირთავდა. მრგვალი მსუქანი სახე, შეღებილი თმაულვაში, სულელური სახის გამომეტყველება და მუკაკული გრძელი ცხვირი ვერავის მიიზიდავდა, მაგრამ კარგი, შეიძლება ხდიდა იმას ერთ საუკეთესო საცოლედ, რომელსაც ბევრი დედები ნატრობდნენ თავის ქალებისთვის. ამისმა მომდევნო გაუთხოვარმა დამ, საკმაოდ გამოქნილმა და უქრობისაგან გაბრაზიანებულმა, მაგრამ ბევრით უფრო ჭკვიანმა თავის ძმაზედ, მალე ჩაიგდო ხელში უხასიათო პორფირუშკა და ისე ყლეფდა, როგორც კი შეეძლო. სანამ დაგვერდით ყვანდა, იმან თავისი სურვილი არ იცოდა, რადგანაც ყველაფერი დაზედ იყო დამოკიდებული და ამის ბრძანებლობით გარდაწყდებოდა ხოლმე ყოველივე საქმე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ პორფირუშკას გული ჯერ ვერავის შეეპყრო და ისე თავისუფლად დადიოდა. მაგრამ პორფირუშკას დამ, სოფიომ, მოიწადინა სოფელში გასეირნება და სწორედ ამ დროს გაუბეს მახეში. იმას ისე გადასწერეს ჯვარი, რომ სოფიომ ვეღარაფრის მოხერხება ვეღარ მოასწრო. ჩემი დამოკიდებულება პორფირთან იყო შემდეგი. მე ვიყავი იმისი ნათესავი საზაფხულოდ მოსული რუსეთიდან, სადაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში. მე ვიყავ სულ 20 წლისა და მაშასადამე არასრულწლოვანი, ამისთვის აპეკუნად მყვანდა დანიშნული პორფირუშკა. მე დავობლდი 5 წლისა და მასაკეთ პორფირუშკას განკარგულების ქვეშ იყო ჩემი მამული, რომელსაც ისე შეეჩვია ჩემი ბიძა, რომ თავის საკუთრებად ცვლიდა. პორფირმა და სოფიომ მოიანგარიშეს, რომ სრულებით მეტია ჩემთვის რისიმე ძლევა და ამჯობინეს მთელის შემოსავლით თვითონ სარგებლობა. თუმცა მე სახელმწიფოს ხარჯით ვიყავ უნივერსიტეტში და გაკვეთილებიც მქონდა, მაშასადამე ფული არ ამჭირდებოდა, მაგრამ მაინც რაღაცა ბუნებითვე, კრძალული ხასიათისა გამო ბიძა ჩემს მორიდებით ვექცეოდი. თუნდა სირცხვილიც იყოს, უნდა გამოვტყდე, რომ მეშინოდა კიდეც. რაწამს ხმა მოვიდა პორფირის ნიშნობისა, სოფიომ მაშინვე გაჰკრა და ჩაიჭრა ქალაქში. რათა ჩაეშალა ეს თავისთვის უსიამოვნო საქმე, მაგრამ გვიანღა იყო. პორფირისთვის ჯვარი უკვე გადაეწერათ. მე მინდოდა მომელაპარაკნა ჩემს ბიძასთან მამულებისა და შემოსავლის შესახებ, რადგანაც სამზღვარს გარეთ წასვლას ვაპირებდი და ამისთვის გავსწიე ქალაქს, სადაც პორფირუშკა ცხოვრობდა. მე შეվել სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი სადილზეც ხდებოდნენ. ყველანი წამოიშალნენ და მომეგებდნენ. აქ იყვნენ რამდენიმე ნათესავი სოფიოსი დედის მხრით, თავზე ხელაღებული აფიცრები, სოფიოს მომდევნო და ელენე, თავდასიებული და თმა გაბურძგნილი ბიძაჩემი და ერთი ყმაწვილი 17-18 წლის ქალი, განსაცვიფრებელის მშვენიერი სახისა. სოფიომ მომკიდა ხელი, მიმიყვანა იმასთან და წარმადგინა. ეს ჩემი ბიძაშვილია, უთხრა იმას და მომიბრუნდა მე. ეს ჩვენი ახალი რძალი. სჭამს და სვამს ისე, როგორც სხვა მომაკვდავნი. ლაპარაკიც იცის, სიცილიც, ხანდისხან ფორტეპიანზედაც უკრავს. ყველა მხარხარი დაიწყო ამ სიტყვებზედ. ქალი მთლად დაინთო და თვითონ მეც შევამჩნივე, რომ გავწითლდი ამ უცნაურის წარდგენით. თავი დაუეკარ და ხელზედ ვაკოცე. აი ხედავ, გაწითლებაცა სცოდნია, დაუმატა სოფიომ. შენ უფრთხილდი, არ შიყობა არ დაუწყო თორემ. აღარ გაათავა სიტყვა სოფიომ და მე მთლად ავენთე. ეხლა აღარ შემიძლიან მოვიგონო, რა წამოვროშე იმ დროს, მაგრამ რომ ეს სისულელე უნდა ყოფილიყო დამტკიც და საზოგადოების განუწყვეტლივი ხარხარით. ბოლოს როგორც იყო დავსხედით. ახლად ჯვარდაწერილს ქალს თავი დაანებეს, ის გადაავიწყდა, თვითონც იქ აღარ იყო და ყურადღებას თუ მიაქცევდა ვინმე. ეს იყო და სიცილი იმის გამოუცდელობისა. მარიც, ასე ეძახდნენ ჩემს ძალუას, წითლდებოდა და იცინოდა იმათთან ერთად, მაგრამ გამოცდილი თვალი კი აშკარად შეამჩნევდა, რა რიგად ამცირებდა, სყინდა ეს დასიცილი.